აქაც, როდესაც ადამიანი დაივიწყებს, რომ ამ წუთის სოფელში დროებით არის, განსაცდელები მოდის, იმიტომ რომ გამოაფრიზლოს, გაახსენოს ეს ყველაფერი. და ჩვენ, როდესაც ეს გვავიწყდება, რომ აი ადამიანმა ღვთისმცნობით უნდა იცხოვროს, იმიტომ რომ ღვთის წინაშე რო წარდგება, სწორედ ღვთისმცნების მიხედვით იქნება მისი განსჯა, როდესაც ეს ავიწყდება, მერე მოდის განსაცდელები. რომ ამ განსაცდელებმა გაახსენოს ის. აი მაგალითად ადრე იყო ესეთი იგავი, რომ ერთმა განდეგილმა რომ გაგზავნა ახალგაზრდა ბიჭი, ყმაწვილი კაცი გაგზავნა მდინარეზე, რომ ჩადიოკლო, გაატანა წყაროზე. წყალი ამოიტანებდა, ეს რომ ჩავიდა ეს ვაჟი. იქ დაინახა ერთი ახალგაზრდა გოგონა მოეწონა, დარჩა იქ, დაავიწყდა, რომ რისთვის ჩამოვიდა მდინარეზე. გაიცნო, ეუყვარდა, დაოჯახდნენ, სახლი ააშენეს, შვილები ეყოლათ. ცხოვრობენ ბედნიერად, აღარ ახსოვს რისთვის ჩამოვიდა. ერთხელ, როდესაც ესე ბედნიერი ცხოვრება მიმდინარეობს, მოვარდა წყალი, წყალდიდობა იყო. ყველაფერი წაიღო, რაც გააკეთა. ვერც ერთი ვერ გადაარჩინა, ვერც მეუღლე და ვერც შვილები. თავი ძლივს გამოიყანა. ბოლოს ღონე მიხდილი ანაპიროზე წევს და გაიხედავს და დაინახავს ტალახში ნახევრად ჩაფლულ იმ კოკას, რითიც გამოგზავნა განდეგილი. გაახსენდა, რისთვის ჩამოვიდა მდინარეზე. პრობლემა ის კი არ იყო, რომ ის დაოჯახდა და რა. პრობლემა ის იყო, რომ დაავიწყდა და რისთვის ჩამოვიდა. თორემ ამ წუთის სოფელში ადამიანი მოდის, კიდევაც დაოჯახდება, კიდევაც შვილები ყავს, მაგრამ თუ აქვს მუდმივი ხსოვნა იმისა, რომ ეს ყველაფერი დროებითია და მე ჩემს მეუღლესთან ერთად, ჩემს შვილებთან ერთად ღვთის წინაშე უნდა წავდე.